მოგესალმებით მეგობრებო, გაგიკვირდება და ლაგოდეხში ვარ, განსხვავებულ ფორმაში. დღეს განსხვავებული სიუჟეტი უნდა წარმოგიდგინოთ. არსებობს ჯგუფი Airsoft-ი, ეს გახლავთ სამხედრო ტაქტიკური სიმულაცია, ანუ სამხედრო თამაშები. დღეში გვექნება ჩასაფრება და ჩასაფრებითი გაწმენდითი სამუშაოები. გაგაცნობთ ლაგოდეხის Airsoft-ის ჯგუფის დამფუძნებელს ლევან ღვალაძეს. ახლოდან გავესაუბრებით მას, ასე რომ გამოვკევი და ერთად შევასრულოთ სამხედრო დავალება. დავედით. Airsoft-ის სამხედრო ტაქტიკური სიმულაცია. სიმულაციური. მოდი დავიწყოთ იქიდან ლაგოდეხში, საერთოდ ეს ორგანიზაცია საქართველოში როდის ჩამოყალიბდა და მე ლაგოდეხში საიდან გაჩნდა იდეა შენი ჩამოყალიბებული არის, როგორ მოხვედით აქამდე? Airsoft-ი არის, როგორც აღნიშნეთ, საბრძოლო სიმულაციური სპორტის ერთ-ერთი მიმდინარეობაა. ევროპაში საკმაოდ განვითარებული არის და ყურადღება ექცევა. საქართველოში იღებს სადღაც 2005-6-დან თუ არ ვცდები სტარტს და ნელა-ნელა გახდა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. თავიდანვე რომ დავკონკრეტდეთ, ეს ჩვეულებრივად კანონით დაშვებული სიმულაციური თამაშები არის, ხო? არ ჭირდება ამიარას გაფორმება, არაფერი, უბრალოდ ქუჩაში აშელება მიციარული და ასე შემდეგ. საქართველოში მოიპოვა დიდი პოპულარობა, ნელა-ნელა უფრო გახდა ეხა პოპულარული. თბილისში ეხა მაგალითად არის რამოდენიმე კლუბი, 4-5 კლუბი არის. საკმაოდ ბევრი რაოდენობით არიან ადამიანები, სქესი შეზღუდული არ არის, მანდილოსნებით ძალიან ბევრი თამაშობენ. ყოველ შაბათ-კვირას იმართება ხოლმე თბილისში, ერთმანეთში მიდის ხოლმე ღონისძიება, თამაში სპორტული და ჩვენ ამ ეტაპზე ლაგოდეხში არ ვართ ძალიან ბევრი. დაახლოებით 12-13 კაცი ვართ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც ერთ-ერთი ეს კახეთში პირველები ვართ, ასე რომ ვთქვათ, არ არის გუნდი ჩამოყალიბებული. ანუ კახეთის რეგიონში ლაგოდეხში არის ეს ერთ-ერთი ჯგუფი. მარტო ჩვენ ვართ და ვცდილობთ, რომ ნელა-ნელა ჩვენ რაიონშიც გავხადოთ პოპულარული, მოიპოვოს პოპულარობა, იმიტომ რომ ერთ-ერთი სპორტის სახეობაა, დიდი ენერგიას მოითხოვს, იქ სირბილი, ასე შემდეგ. სააზროვნო თამაშიც არის, ტაქტიკური, სამხედრო. გუნდური თამაშია, იქ პასუხისმგებლობაც არის რაღაც და ანუ მარტო გართობა არ არის რა, არის ასევე ცხოვრების წესი რა, ასე რომ ვთქვათ რა და გვინდა რომ აი რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გაუწიოთ ჩვენს რაიონშიც, რომ მეზობელ რაიონების დავპატიჟოთ, შემოგვიერთდნენ ახალგაზრდები, თამაშით ახლა შეუძლია ნებისმიერ ასაკის 18-დან 18 წლიდან ზემოთ. იარაღებზე უნდა შეგეკითხო, რა დონის იარაღია? დაუშვათ რას ისვრის ამ იარაღებიდან რას ვისვრით, რა მანძილზე მიდის, რამდენად უსაფრთხო არის ანუ ეს იარაღები? გუიას რაც შეეხება არის 0 გრამიანი პლასმასის ბურთულებს ისვრის, არ არის ხა მაინც და მაინც ერთი საშიში და მტკივნეული და რაც შეეხება უსაფრთხოებას პირველ რიგში თვალი უნდა იყოს დაცული. თვალი დანარჩენი ხა სადაც უნდა მოხდეს მტკივნეული არ არის. მტკივნეული არ არის. სროლის მანძილი რამდენი არის? დაახლოებით 50-70 მეტრ გააჩნია იარაღს როგორ არის გაძლიერებული, გაკეთებული, ზოგი 100 მეტრაზეც მიაქვს და უფრო შორსაც მიაქვს ზოგს. რაც შეეხება თამაშს და ლოკაციებს, გვიწევს ხოლმე ხან ესეთ ტყიან ადგილებში თამაში, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს, რომ მოსახლეობიდან შორს ვიყოთ, რომ ვინმე მოსახლეობა არ იყოს აქ ახლო-მახლო და არ დავაზიანოთ. გვიწევს ხოლმე ასევე შენობაში თამაშიც, დიდი შენობა გვაქვს ერთი, იქ შევდივართ ხოლმე სათამაშო თამაშობთ და თამაშის ტაქტიკას რაც შეეხება, თამაშობთ ხოლმე რამოდენიმე გავიყოფით ორ ჯგუფად, როცა ბევრი ვართ და მიდის რამოდენიმე ჩასაფრებაზე და ჩვენ გვიწევს ხოლმე გაწმენდითი სამუშაოები, ხო? ნუ ასე რომ ვთქვათ, ნუ ტერორისტების გაწმენდა რა, მათი განეიტრალება. თქვენი ჯგუფი ზოგადად სამხედრო თეორიულ მომზადებას თუ გადიხართ ან სწავლობთ ლიტერატურიდან ან ამას უყურებთ? ძირითადად სახეს უფრო ექსპერტს იღებს, მაგრამ ნუ რაღაც ზოგადი განათლება, რაღაცა ამოვიღეთ ხოლმე რაღაც სხვადასხვა სცენარიდან, სხვადასხვა ტაქტიკიდან, ეხლა თბილისშიც რო თამაშობენ ხოლმე ბიჭები, მათ ცოტა განსხვავებული ისავთ ხოლმე ხან სცენარი, იქიდან გადმოვიტანეთ რაღაც, ცოტა ჩვენი ფანტაზიით ჩავამატეთ რაღაცა და რაღაც საერთო ჯამში რაღაც უფრო საინტერესო თამაშს გავთ ხოლმე. ლაგოდეხის ჯგუფს რამე სახელი თუ გქვია თქვენ Airsoft ლაგოდეხი გვაქვს Facebook ჯგუფი, მე ვიკინგი ქვია, შეშლილი ვიკინგი და თავისი ჩვენი ლოგოს გვაქვს. ლოგოც აქვს? ასე რომ ხო, Facebook გვერდზე გვაქვს გაკეთებული და იქ არის ვიკინგის გერბი, ასე რომ ვთქვათ.
ლევან ლაგოდეხში აი ადგილებ როგორ არჩევ თან იმიტომ რომ ეს ისეთი თამაშია რომ მოსახლეობისგან დაცული უნდა იყოს უსაფრთხოდ უნდა იყოს ტყე გასაგებია შენობა კიდე რაიმე ისეთი ადგილები თუ გაქვს კონკრეტულად აღებული სადაც ანუ აი სიმულაციას გადიხარ არა ორი ლოკაცია გვაქვს სულ ძირითადად შენობაში ვიწევს ხოლმე თამაში მეორე დღე როცა ვახერხებთ ხოლმე შეკრებას და თამაშს ტყეში გამოდივართ ხოლმე ერთი ადგილი მოგცა ბატონმა ჯონდომ ლაგოდეხის მერმა ჯონდომ დინიშვილმა მადლობა მას ამისთვის გვერდში დგომისთვის და დროებით იქ მოვაწესრიგეთ ასე რომ ვთქვათ ვაწესრიგებთ სათამაშო ხო არენას ვაწესრიგებთ და ვცდილობთ რომ ისე გავაკეთოთ რომ ღია სათამაშოც იყოს მოსახლეობისგან უფრო უსაფრთხოც იყოს რომ არავინ დაზიანდეს არის გამონათქვამი თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის ასე რომ ყველა ადამიანმა უნდა რაღაც დონეზე გავლილი უნდა ქონდეს სამხედრო ტაქტიკური მომზადება იმიტომ რომ ჯვარი წერია ჩვენ ქვეყანას ომისაგან ამდენი ომები გვაქვს გავლილი მაგრამ რაღაც შემთხვევის დროს ნებისმიერმა თუნდაც იარაღის სწორად გამოყენება და ხმარება უნდა იცოდეს ელემენტარული შენ რაც აღნიშნე ნუ იარაღთან მოპყრობა სწავლობ ადამიანი ელემენტარულ გამოცდილებას იძენ თავდასხმაზე თავდაცვაზე ასე სიფრთხილე რაღაც ასე შემდეგ და ეს ტაქტიკურ ზოგად სწავლებას სწავლობ რა ადამიანი ლევან მოკლედ ეხლა პირველ რიგში მოდი ჯერ შენი ჯგუფი გამაცანი და მე უკვე გადავიდეთ უკვე ტაქტიკურ სულაზე რას ვაკეთებთ კი ბატონო ახლოდან რომ გავიცნოთ ჩვენი სნაიპერი სოსო წერაშვილი სასიამოვნოა ზაო ჩახნაშვილი ასევე გიონ წერაშვილი თამზო გრიგალაშვილი ჩვენი ძმა კიდე ბევრი გვაკლია ეხლა დღეს თამაშზე სამწუხაროდ მაგრამ უკეთესი იქნებოდა რომ ბევრი ყოფილიყო ჩვენი სიუჟეტების სპონსორიდან ჰელიდან მივთვით ცოტა ენერგიაზეც მოვალთ საკმაოდ ენერგიას მოითხოვს ეს სპორტი ეს თამაში ენერგიას საჭიროა შემოძმაო ჩვენ ერთ ჯგუფში ვართ კი აბა გაგვიმარჯვება წერზე გამარჯვებას ყოფილიყოს ენერგიაზე ყოფილიყავით სულ დავიწყოთ საბრძოლო მოქმედებები ავატამოთ. ავედით. ჰელები დევან მოკლედ დავასრულეთ სიმულაცია რა ტაქტიკური სულ ჩავატარეთ ეხლა რო გითხრა ორი სიტყვით ქონდა ჩასაფრება გავწმინდეთ აღმოვაჩინეთ ტერორისტები ასე რომ ვთქვათ მოხდა მათი განეიტრალება ორი მათგანი ტყვეთავი უყანეთ ჩაგვბარდნენ ძალიან კარგად გაართი პირველ დავალებას შენს თავი კარგი იყო და საომაროდ იმედია შემოგვიერთდები
მევან ბევრი თანამოაზრე და თანამონაწილე ყოლოდეთ, იმიტომ რომ ახალი თამაში არის ლაგოდეხში, ჩვენს მუნიციპალიტეტში და მე ჯგუფის გამრავლებას გისურვებ ჩემო ძმაო. გაიხარე. კიდევ ერთხელ მადლობა, ბიჭებო, მადლობა, წარმატებები. ჯიგრები ხართ. ჩვენ დღევანდელი ამ სიმულაციით მეგობრებო დაგემშვიდობებით, მალე შევხვდებით, დროებით კარგად ბრძანებები. კარგად. გათლიანებულ საქართველოში გვეცხოვრო სულ მალე.